მოგესალმებით, ამერიკაში ვართ, ნიუ-იორკში დახურულ აუქციონზე და შემოსულები ვართ, უნდა ვნახოთ ძალიან ბევრი ავტომობილი. პირველ რიგში მადლობა, რომ ძალიან ბევრმა გამოიწვიეთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ უფრო мотиваცია გვეძლება, რომ უფრო მეტი ვიდეო გავაკეთოთ და გძნობთ, რომ თქვენთვისაც სასარგებლოა ეს ინფორმაციები. უნდა დავათვალიეროთ ძალიან ბევრი ვარიანტი და შევაფასოთ თუ როგორ ხდება აქ ყველაფერი, როგორ მიმდინარეობს პროცესები და შესაბამისად შემდეგ უკვე ვიყიდოთ აქ ავტომობილები. დავიწყოთ. მეგობრებო, პირველ რიგში პრინციპი აქ რაც არის, უამრავი დილერი, ამერიკაში ყოფილი დილერი ცდილობს აქედან იყიდოს ავტომობილები და შემდეგ რეალიზაცია მოახდინოს. ანუ ამერიკაში არის უფრო მეტი დილერი, ვიდრე საქართველოში შეიძლება ითქვას, რომლებიც ყიდულობენ ავტომობილებს და ცდილობენ, რომ ეს ავტომობილები შემდეგ უკვე მომგებიან ფასად გაყიდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანების კონკურენციაში შემოდიან და უნდა დავიჭიროთ ის ნიშა ჩვენ, რომელიც დაგვეხმარება, რომ უფრო იაფად, მათგან შედარებით, რა ავტომობილებს მათ არ აინტერესებთ, უფრო იაფად და უფრო კარგ ფასში ვიყიდოთ. მეგობრებო, დროში ვართ შეზღუდულები, დაახლოებით საათნახევარი მოგცა ბანკის წარმომადგენელმა და ეხლა უნდა ვნახოთ ეს ავტომობილები ორიც არის, ორი BMW X5 M Competition-ი, რომელიც გამოდის აუქციონზე. ნახეთ, არ არის კარგ მდგომარეობაში, კარიც ჩაკეტილი აქვს, უკან არის დაზიანებული კიდევ სედანი და ეხლა ვნახოთ ეს ავტომობილი, ჩამორთმეული რეპო ავტომობილია 2024 წლიანი. უბრალოდ ძალიან მაგრად გამოიყურება ეს ავტომობილი, არის იდეალური ავტომობილი და ზუსტად ესეთი ავტომობილები შეგიძლიათ იყიდოთ, როცა მომგებიან ფასად გინდათ. საქართველოში მიეხედება ყველაფერს, სავარძლები გაიწმინდება, შესაღები შეიღებება და კარგი ფასი დაჯდება, ვიდრე დანგრეული სადაც კოპარზე და იაიზე უამრავი ადამიანი თამაშობს. მეც გეთანხმებით, რომ იქაც შეიძლება კარგი ავტომობილის ყიდვა, მაგრამ როცა შეიძლება უკვე რომ კარგ ფასად იყიდოთ დაუზიანებელი ავტომობილები, რატო არ მისვლის. ესეც 454 კუპე, ძალიან მაგარი ავტომობილი. ეხლა აფრიკელები იყვნენ ამაზე მოსულები და ყიდვა უნდათ ამ ავტომობილს აქვე გასაყიდათ, მაგრამ რა თქმა უნდა ძვირად არ გაყვებიან, იმიტომ რომ დაზიანებები აქვს და საკმაოდ ძვირიჯდება ამ ავტომობილის აღდგენა. 3-დან 2 ძრავით, ნახეთ როგორ გამოიყურება. ძალიან მაგარი სალონით, ინდივიდუალურით. ნახეთ, იქოქება დადის, წინ არის ჩანტრეული, ესეც ბანკის მიერ ჩამორთმეულია და